გამარჯობათ, პატივცემულებო. ხაშურში არსებულ ვითარებაზე ვაკეთებთ გადაცემას. გვაინტერესებს ყოფა ცხოვრება როგორი არის ხაშურში. ცუდი. ძალიან. ყველა უბანი გადათხარა. როგორია რა, არ ჩანს როგორიც არის კაცო. ვიღაცამ დიდი ფული იშოვა. დაანგრიეს მთელი ხაშური. ხაშურსა რაღა დახასიათება უნდა მილიონსა აქვს დახასიათებული და დავდივარ წლებში და ტომპეებში. არაფერი არ არის ნორმალურად ხაშურში. ყველაზე ცუდად ხაშურშია ყველაფერი. გამარჯობა. როდის იქნება გზა? გზა 5 თვის შემდეგ. პროექტით ეგრეა? კი. აბა 6 თვე ვადა. 6 თვე. კი. მუშაობ. როგორ მიდის მე სამუშაოები? ხო არ გაფერხებთ რაიმე? არა. ეს დაგველაპარაკეთ 2 წუთი. მე ვერ დაგელაპარაკეთ. რატო? ეს ყველაფერი კარგად არის აქ. პრობლემა და ხადები მოგვიმატეთ ასეთი საშინელი წუთი სოფელში ვართ. მარტო ხაშურზეა ლაპარაკი, თელ საქართველოში ეს მდგომარეობაა, კაცო. როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი მიტაცებულია, როდესაც მოამბეში არ ისმის ხალხის ხმა, ჩვენ განვაგრძობთ სახალხო მოამბეს. საზოგადოებრივი მაუწყებელი რომ არ იყოს მიტაცებული და ჩემი საქმიანობა შეჩერებული, თქვენ აუცილებლად გაიგებდით რომ ხაშურის მოსახლეობა უკვე აწლეულებია ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმართავობაზე ლაპარაკობს და დახმარებას ითხოვს. მოქალაქეები აცხადებენ, რომ დანგრეული გზებისა და ორმოების გამო ქალაქში სახიფათოა როგორც ავტომობილებით, ისე ფეხით გადაადგილება. მოუწესრიგებელი სანიაღვრე სისტემა მცირე წვიმის დროსაც კი ქალაქის ქუჩებს ტბორავს. ამ ფონზე ხაშურის საკრებულოში ქართული ოცნების თავმჯდომარეს 6 მოადგილე ყავს. ლოგიკურად ჩდება კითხვა, რას აკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება ისეც ხაშურში, რასაც 6 მოადგილე სჭირდება. ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდებით 2025 წლის ნოემბერში დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით 2023 წლებში გამრეკელი თანამდებობაზე ყოფნისას უკანონოდ დაეუფლა 5 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო მილსადენებს. მოსახლეობის თქმით, პრობლემები მხოლოდ გზებს არ ეხება. წლების განმავლობაში მოუგვარებელი რჩება ბუნებრივი აირისა და ტრანსპორტის საკითხებიც. ასევე ხაშურის დიდ ნაწილს ხალი დღემდე გრაფიკით აქვს, ნაწილს კი საერთოდ არ მიეწოდება. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ ხაშურის განვითარებას, განაცხადა ირაკლი კობახიძემ შარშა. თუმცა ხაშურმა, რომელიც ქვეყნის გზაჯვარედინი იყო, დღეს ეს ფუნქცია დაკარგა. ავტობანმა მას გვერდი აუარა. ასობით ოჯახი, რომელიც გზისპირა ვაჭრობით, კვების ობიექტებითა და სერვისით ირჩენდა თავს, შემოსავლის გარეშე დარჩა. ხელისუფლების მხრიდან იყო დაპირება, რომ ავტობანის გასწვრივ მოეწყობოდა სპეციალური მოწესრიგებული სავაჭრო სივრცეები, სადაც ადგილობრივი თვითდასაქმებულები ჰამაკების, დაზუქების და ხის ნაკეთობების გაყიდვას შეძლებდნენ, თუმცა ახალ მაგისტრალზე მსგავსი სივრცეები ჯერ არ მოწყობილა. საგანგაშოა ეკოლოგიური მდგომარეობაც. სოფელ ლაშხევში გასული წლების განმავლობაში დიდი რაოდენობით მიწის მასა დაიყარა, რაც ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეს ზრდის. აქვე უნდა ითქვას, რომ მშენებლობისა და დაუსრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ქალაქში დიდი რაოდენობის მტვერია, რაც ადგილობრივების ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ეს ყველაფერი აქ არსებული მწვავე პრობლემების მცირე ჩამონათვალია. დღეს ჩვენ ჩამოვედით ხაშურში, იმისთვის რომ აზრი ვკითხოთ ხალხს. პროექტის სახალხო მოამბე ხაშურზე არა არ დაგველაპარაკებით კეთილი. იმიტომ რომ ძალიან გულნატყენი ვარ ყველას. რა იწევს გითხარით თქვენი სათქმელი? ხაშურში არ მინდა არც აწერი. ისე გეტყვი. აი, ძიძდებიან მართლა, ვინცაც ავქელა ბიზნესები აქვს და ჩემნაირი გაჭირვებული ადამიანი ხება ისევ გაჭირვებულა. დედი, როგორ ისახება არსებული მდგომარეობა მყიდველზე? არის მყიდველი? სად არის შვილო, გაიხედე მყიდველი თუ არის. სულ ყველა ვისაც ახალგაზრდა ყავს, სახლში საზღვარგარეთ არიან წასულები და აი ნახე, აი გაიხედე, რომ თუ ვინმე დადის. უნდა იწვალო შენ რომ რაღაცა მიიტანო სახში, შენ თავსაც მიხედო, წამალიც იყიდო. აი არ ვიცი, აი მართლა მეტირება ყველანაირად. არაფერი პრობლემა, ვინც მუშაობს ყველას აქვს. თუ არ იმუშავია ფერი გექნება. კი ბატონო. სხვა რა პრობლემა უნდა იყოს ახლა. აი ვიცი მთავრობა თუ რაღაცა ივანიშვილის ღმერთმა გაუმარჯოს. არა, ადამიანის პოზიცია არის და რა უჭირს. მე მიყვარს იგი კაცი და თქვენ. კეთილი. არა, ადამიანურად შეიძლება გიყვარდეთ, აი სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, აი. მე მუშაობ გენასვე და ყველაფერი მაქვს ჩემთვისა. ზავნილია საანები ამას თავი. გამოდია ბაზარშია შემოგიშო ხვალიდან. რა ვერ გავიგე, ჰა? რა მოგწოს, აი ვითხარ. ყველაფერის მომწონს. თავისუფლება აგენასვალე. იმუშავე. რო დადიხარ, რამდენი გახდა საწვა? რომ მუშაობ საწვავი რა მიცანაგდეს მაინც ივლის ჩემი მანქანა. ვერ ჩამისხე 20 ლარზე მეც ვერ ვას ხავ, რომ ნორმალურად მივიდე სახში. ბევრი იმუშაო გენასვალე. ახლა გაკაჩერე ფიცოდე ხვალიდან. აბა
მუშაობდა შენაჭამოკის თქვენ გიცნობ დიდი პატივისცემას კი დასწრებთ. მე ვიყავი წლების წინ გერმანიაში. სახელმწიფო პროექტი რო იყო თუ გახსოვთ მარწყვის თემასთან. ჯაბა ვარ ჩაჩანიძე. გამოდიოდი პროტესტს რაღაცა და შესაბამისი პირობები არ იყო საცხოვრებელი, არ იყო არც ანაზღაურება იყო და ეს პროტესტი რო გამოვთქვი, ნული რეაგირება ნული. საერთოდ არავინ არ გამოგვეხმაურდა და რო დავრეკეთ სახელმწიფო დასაქმების სააგენტოში. ჩვენო თქვენი გულისთვისო ვერ შევამოწმებდითო იმ პირობებს. აი კონტეინერში რო შეყრი 25 კაცს და არანაირი პირობები, რა ვიცი, გაუსაცლისი იყო ყველა. კიდევ და კიდევ ჩემი დიდი პატივისცემა თქვენ და ყოველთვის გამოვთქვავ ჩემას, ნუ მიშნიან ხოლმე მაინც, მაგრამ მე ჩემას ვაფიქსირებ ყოველ. ვინდა რა არგუმენტით გიშლის? ნუ ახლა ეს ყველას ეშინია, რომ ზოგი აშინებს, ზოგი ისია, აი ასეთი წყემსები იმდენი არიან, შეგუებულები არიან პირობებს და აი ახლა დღესდღეობით რა არაფერი არ არის მოსაწონი. დენი გაძვირდა, გაზი გაძვირდა, საწვავი გაძვირდა, ვერ მივდივარ და ვერ მივდივარ. შენი ბრალია, შენი აი რო არიღებ ხმას და მიჩერები ხარ იმას. სოფლიო ბატონ პატრონა თუ ისა ტრამპა ომი დაიწყო და იმის გამო და გაძვირდა ყველაფერი შეყრუდა. წემსი რო ხარ თქვენ წეხან აღნიშნეთ, არ ვიჩხუბოთ, ვილაპარაკოთ. წეხან აღნიშნეთ, რომ მიწა არის და მიწაზე მუშაობა შესაძლებელია. და რა უნდა გერმანიაში რა უნდა დასწავიდა? თქვენ რა მოცულობის მიწა გაქვთ და რა 5 გექტარს ვამუშავებთ. რამდენად გაძვირებული არის მაგალითად ჩარჩანელთან შედარებით? ნერე ვიკაიგა სირაგიფრა. ხორცი ბოლოს ოდესავ ჭამი აღას მახსოვს და მე რა ვიცი მე. აი რო ბოლოსა და მე მე ხორცი არ მიყიდია და. კარტოფილია, ლობიო, გლეხურა და ანუ მიუხედავად იმისა, რომ 5 ჰექტარს ამუშავებთ. მთელი ოჯახი შრომობთ, ხორცი როდის ჭამეთ არ გახსოვთ. როგორ არ ახლა ხუმრო გასულ ხორცი საერთოდ და ყველაფერი ის არის. რამდენად მუდმივად არის ეს? მე ამის შესაძლებლობა რამდენად გაქვთ თქვენ მუდმივად და თქვენს გარშემო რამდენად აქვს ხალხს ამის შესაძლებლობა, რომ ელემენტარულად აიკვებითი რაციონი რო დაიკვაყოფილოთ. მე მაგაზე პასუხობელი როგორ გითხრა, ვინ როგორ აყიდულობს გენასვალი. აქ არის შრომაზე დამოკიდებული ყველაფერი. ვინ როგორ აშრომობს. სამუშაო საფა, სამუშაო არა. მარტო მაგას ვიძახი. რა ვისარგინათ ბიძია. მაგიტო ვარ საქართველო. ეს ქართული მიწარი დოულა და ბარაკია. კი აბარა, ყველა ჩამოვიდეს, დაუბრუნდეს თავის კუთხესა. იმუშაოს სულ ყველა მაძმაო მიწაზე, მაგრამ რა არის თოხის ქნევა ყველა სეზარები. გარეშე რა მიშვი, რა მინდა მე თოხი დაზე უნდა გავა კალაკელი კაცი ვარ, რა მინდა. ხაშურელი ხართ? რა თქმა უნდა. მაინტერესებს ხაშურში როგორი არის მდგომარეობა? იდეალური ჩემთვისაც. წყალი მოდის? არა. გზა დააგეს? არა. კარგი მდგომარეობა? არა. ხაშურელი ვარ, მაგრამ ჩემი ქალაქი მიყვარს, რაც არ უნდა კარგი იყოს, არ მნიშვნელობა. თქვენი ხაშური, თქვენი ქალაქის უკეთესობა. როგორიც არ უნდა იყოს, მიყო, ეგა ყველას გაუხარდება, აბა რა. რამდენად კმაყოფილი ხართ ადგილობრივი ხელისუფლების მოქმედებით? ვაფშე არ მაინტერესებს. პრობლემა ვინ უნდა მოაგვაროს? საერთოდ არ მაინტერესებს. გადასახადებს თუ იხდი? რა თქმა უნდა. რატო იხდი ამ გადასახადებს, როგორ ფიქრობ, რაში უნდა დაიხარჯოს ეს გადასახადები? მე აი ფული, რომელსაც ჩვენ სახელმწიფოს უხდი, უკან როგორ უნდა დაგიბრუნდეს? უკანა ვიღარას დაგიბრუნებს, უჩევის ვახარცო. ეს თავრობიდან იქ მიტინგზე რო დადიან, მიტინგზე და ტყუილი ფულებს რო უხდიან, არაფრის მაგნისები გაძვირდა, იმიტომ რომ ერთეულები მუშაობენ, ერთეულები და ათასობით მჭამელია, მუქთახურები. ყველაზე მეტი ყველამ რო იმუშაოს. ვინ ჭამს ყველაზე მეტს? ვინსადგანა, ვინა ჭამს, იქ ვინსადგანა ტყუილა ფულებს რო უხდიან, იქა მიტინგზე იქ არის რა მიტინგია რა დროს მიტინგობა. მე საიდან იცით რომ ფულს უხდიან? საიდან ვიცი? იმისგან ყველგან. იმათ ნახეს? აბა იქა ტყუილა ვინ დადგება? ინფორმაცია საიდან მეიღებთ ქვეყანაში რა ხდება? რუსულ არხებს უყურებ, კაი კაცი, ქართული არხები არ მაინტერესებს. ანუ საქართველოში რა ხდება, ახალი ამბები არ გაინტერესებს. იმიტომ ყველა ტყუილი სალაპარაკობს. უყურებ რუსულ არხებს. საქართველოზე ლაპარაკობენ რამეს იმ არხებზე? ძალიან კარგს ლაპარაკობენ. უნდათ რომ შეგვირიგდნენ და იმას, მაგრამ აქედან არავინ ჩადის რუსეთსა, გარბიანიქა. რუსული ბაზები რატო არის? მეგობრები არიან და უყვარვართ, ხო? რუსები? ხო, სიკვდილამდე უყვარვართ, ხო? რუსები კაი ხალხი არიან. გადასარევი. 100% გადასარევი. აფხაზეთი, ჩვენ სოფელში ყველა სახლი აშენებული არის მოსაფერებლად მოვიდა. რუსული ფულით, რუსული ფულებით არის ნაშენები. 2008-ში მოსაფერებლად ღვინო დაქონდა ყველაფერი. ეხლა ისეთი რომ ჩააწერეთ რომ ღირდეს რა. ძალიან კაი ის არის სიმართლეა ყველაფერი. რეგიონია ის კაცი რომელ რუსულ ხარ ბიჭო. ჰა? რომელ რუსულ ხარ? რა გითხრათ, კარგს რო ვერაფერს და ისედაც ეთყობა ხაშურს. რას ეტყოდით მათ, ვისაც შეუძლია ვითარების გამოსწორება? ნავი ქვეყანაზე იფიქრონ.
შარშან ირაკლი კობახიძე ესეთი დაპირება გააჟღერა, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ ხაშურის განვითარებასო. ამის შემდეგ რამე თუ გაკეთდა? არაფერიც არ გაკეთდა და არც გაკეთდება კიდე. მორჩა. რატო დედი, რატო აი ეგ თუ არ გაკეთდება? წავიდნენ აქედან არა რა. მთელი რა ვიცი რატაღაც უნდა შეკითხვა და რა ჩემნაირი რამდენი გამოსულა და ჩემზე უარესი უთქვია, რომ აი თავის ადგილზე აღარ არის ქვეყანა რა და არც ქალაქი კიდე. აგერ ამ გზაზე მითხეს 6 თვეში იქნებაო. 2 წელიწად თუ იყო კიდე. არ გაქვთ იმედი რომ დროზე დაამთავრებენ? რატო? აი ნელიტები მუშაობენ, არ გამთავრებენ. არ მუშაობენ სათანადოდ? აი ტიპით მუშაობისას აი შენ გამთავრებენ. ძალიან ბევრი კარგი რაღაცები კეთდება და გაკეთებულა კიდევ და ეხლა ალბათ ეს წყალსადენი რომელიც კეთდება ძალიან კარგია რომ ყველა მოსახლემდე მივა და დაწყურდება ხალხი და ერთ სიტყვით უკეთესი იქნება რა თქმა უნდა იმიტომ წყალი აბარა ახლა პენსიაზე თუ მიდგება მე რო თქვა რომ ეს საკმარისი არისო რომელი ტელევიზიით დამძანდები თქვენ? არც ერთი სახალხო მოამბე არის პროექტი ახალგაზრდები ვაკეთებთ. ხო, აჰა. ახლა რო თქვათ, რომ პენსია ახლა ხალხს თავზე გადმოდის თუ არასაკმარისი რო არის, ახლა ამაში ორი აზრი არ არსებობს ახლა. სამთავრობო პრიორიტეტია ჩემის აზრით, რომ პენსიონერი იყოს მაყოფილი. ეს აუცილებელია, იმიტომ იგივე მთავრობის ხალხიც იმ პენსიას უნდა მოელოდონ და უშუალოდ სამომავლოდ ყველაფერს უნდა დახსნა. როგორ ფიქრობთ ის ვინც ახლა დღეს მთავრობაში ან პარლამენტში არის? მაგალითად 33 მილიონერი არის მარტო ოფიციალური პარლამენტში ისინი იმ პენსიას ელოდებიან რომელსაც სახელმწიფო ახლა მაგ კითხვას თქვენ თვითონ გაიაცით პასუხი რომ ნამდვილად არ ელოდებიან ახლა რო არ ელოდებიან ეს ფაქტია ხო? აქ თქვენ პენსიის გარდა მუშაობთ, ცდილობთ რომ რაღაც შემოსავალი გაიჩინოთ. აი წაგსავ რა. მგზავრზე რა შეგიძლიათ თქვათ? მოგაკდათ, მოგემატათ. აღარ არის ხალხი და არა აქვს ხალხსაც რა სადიბლის ახლა. ფიზიკურად არა კაცო, ფული სადმა წავიდეს, როცა უფულო კაცს წავიდა. მარტო ჩვენ კი არა, მასუქების არიელები და იერარი. ეს არის უკოლობა არის ყველგან და ყველაფერში. თქვენ ხوار დაგველაპარაკებით ბიძაჩემო. ხაშურში რა არის მთავარი გამოწვევები, როგორ ცხოვრობთ? გაჭირვებით. აქ რესტორანში მუშაობ პარაულათა. რაღაცები. ცოცხალი ადამიანი ყოველთვის გამონახავს რაღაცას. როგორ ფიქრობთ, არსებობს რესურსი ხაშურში რომ ვითარება გამოსწორდეს? გამოსწორდება, სულ ასე კი არ იქნება. ვინ უნდა იზრუნოს ამ ვითარების გამოსწორებაზე და როგორ? სახელმწიფო ვინ უნდა იზრუნოს, რა ვიცი, სახელმწიფოა ყველაფერის თავი და ბოლო. გააქვთ იმედი როგორ აფასებთ მათ მუშაობას? მე ვერაფერს ვერ ხედავ. ვერ. ერთი შინდარის დასახლება, სადაც სკოლა 4 წელი, ხო, ნანა? მე 5 წელია. შენდება, ბავშვები სადღაც ჩორს დადიან. ბაღზეც იგივე სიტუაცია გვაქვს შინდარაში. ბაღი აშენდა, გაკეთდა, ტენდერი ჩაიშალა, ავეჯი არ შეაქვთ და ბავშვები, აი ხაშურის თავიდან ხაშურის ბოლოში დამყავს 3 წლის ბავშვები. თან ასეთ გადათხრი გზებზე. ფიქრობ კიდევ სკოლების უფრო ხშირი ყურადღების მიქცევაც გარკვეულწილად საჭიროა, იმიტომ რომ ბევრ სკოლას არ აქვს გამართული ინფრასტრუქტურა და არ არის ხელმისაწვდომი ბავშვებისთვის კარგი პირობები. იმდენად კატასტროფულ მდგომარეობაში ეს სკოლა, რომ ავარიული შენობაა ფაქტობრივად არის სრული ანტისანიტარია და ბავშვებს და მშობლებს უწევთ ამ სკოლაზე ზრუნვა, როცა ამას სახელმწიფო უნდა აკეთოს. რომელი სკოლა არის ხო? მე-5 საჯარო სკოლა. ამ საკითხების მოგვარების გზას თუ ხედავ და თუ გაქვს იმედი რომ მოგვარდება ეს საკითხები? ამ ეტაპისთვის არ მაქვს მაგის იმედი. რატო? ალბათ პირველ რიგში ხელისუფლების და ზოგადად ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამო და სხვა შემთხვევაში მგონია რომ უფრო ჩართული უნდა იყოს ზოგადად მართველი ასე რომ ვთქვათ პარტია ან მერი. საზოგადოება რამდენად აქტიურობს თუ გაქვს ამის შესახებ ინფორმაცია? თუ გსმენია რამე აი კონკრეტული მოთხოვნების შესახებ? კონკრეტული პროტესტი რაიმე საკითხზე თუ ყოფილა ხაშურში? კი, ყოფილა, მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ იყო მუშების გაფიცვა წყლის გაყვანილობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ხელფასებს არ უხდიდნენ. ასევე შაშანაც რამოდენიმე დღიანი პროტესტი იყო, ასევე არჩევნებთან დაკავშირებით, როგორც თბილისში იყო, ისე იყო ხაშურშიც, იყო მარშებიც, თუმცა იქიდან გამოხმაურება არ ყოფილა. რაც დაპირებები არ შეგვისრულეს ის
მთავრობამ შექმნიდა რომ პროდუქტი გაიეფთებაო და რო შედიხარ მაღაზიაში უფრო გამძვირებულია. როგორ ფიქრობთ, რისი ბრალია ან ვისი ბრალია ეს და ვისი ბრალია და მთავრობის ბრალია, ვისი ბრალია. არც შენი ბრალი, არც შენი ბრალი. მთავრობი. ჩვენ შეგვიძლია რამე გავაკეთოთ. ჩვენ დიახ. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? ჩვენ ერთ-ერთი რომ არჩევანი როცა ახოვე მაშინა არიკარდადიან ხომ აგვირჩიაო და რომ გაინაღდებენ თავისასა მე ვერიგებიან ხომ თავად კაბინეტებს. გსმენიათ თუ არა რაიმე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების პროტესტზე? მე არ ვიცი, დედა არსებობდეს, რა ვიცი, აი დედა იყოს და ეგ არ აწუხებდეს, არ ვიცი. და სახელმწიფო სად არის ამ დროს? მით უმეტეს იძახიან ფანჯრებიდან გვიყურებენ, ხედავენ და რეაგირება არ არის. როგორ შეიძლება ეგ არ აწუხებდეს მე ადამიანს არ ვიცი. ასეთი იყო სახალხო მოამბე ქალაქ ხაშურიდან. საზოგადოებრივი მაუწყებელი მიტაცებული რომ არ იყოს საქართველოს მოქალაქეების ამ პოზიციებს თქვენ სწორედ პირველი არხიდან გაიგებდით. საზმაო ხალხს თავისუფლება და სოლიდარობა მზია ამაღლობელს და სინდისის ყველა პატიმარს.